ეს ლოგინუზი ხო უგმირა ლახვარი, შემდეგ ამ გარდამოხსნასაც ესწრებოდა, შემდეგ საფლავში დადებას. ანუ ფაქტიურად ეს იყო ამ დაცვის უფროსი. ეს ლონგინუზი მას ევალა სრული პასუხისგებლობა იესოზე და შესაბამისად მის დაცვაზეც და ამ ლოდის გარდაგორების დროსაც იქ იყო. მოკლედ მან თავისი თვალით ნახა სიკვდილიც და აღდგომაც. ესე იგი, ამ ასისტავს რომ სახელად ლონგინუზი ერქვა და უფრო სწორედ კი მას ერქვა სახელად Gaius Longinus Cassius, ესე ერქვა სახელად. ეს არის გვიან მოხსენებული თვითონ ეს ლონგინუზით არ არის მოხსენებული წყაროებში, პირველ წყაროებში, მაგრამ მოგვიანებით არის უკვე ცნობილი და ესე იგი ეს მისი სახელი პირველად მოხსენებულია ეგრეთ წოდებულ ნიკოდიმოსის სახარებაში, ანუ პილატეს აქტები, ესე ქვია მეორენერად, მე ამ წიგნზე მისაუბრია წითელ პარასკევს. ნუ ესე იგი თქვენ იცით რომ როდესაც იესოს აღდგომა მოხდა, მოხუცებულებმა და ესე იგი მოხუცებულებმა და მღვდელმთავრებმა მოილაპარაკეს, დიდძალი ფული შესთავაზეს ყველას, რომ ესე იგი ეს ამბავი მიეჩქმალათ და დაემალათ და რო ეთქვათ, რომ ეს მოწაფეებმა მოიპარეს. ოღონდ ვერ მოისყიდეს ლონგინუსი. აი ეს ასისტავი, ვინც ლახვარი უგმირა, შუბი. ანუ ლახვარი ესეც უნდა გაჩვენოთ, საოცარია, მაგრამ უნდა გაჩვენოთ. ესე იგი, აი ვინც ეს გააკეთა, ვერაფრით ვერ დაითანხმეს. ვერაფრით ვერ დაითანხმეს და ეს დაიწყო ამან, ნუ საერთოდ შეეცვალა ცხოვრება აბსოლუტურად. აი ამის შესახებ მინდა მოგიყვეთ ლონგინუს ასისტავს და ესე იგი დაიწყო მან ქადაგება, იმიტომ რომ მან ნახა, იგი იყო სიკვდილის მომსწრე, იმიტომ რომ თავისი ხელით უგმირა ეს ლახვარი და იგი იყო აღდგომის მომსწრე. და წავიდა და დაიწყო ამის ქადაგება ყველგან აბსოლუტურად. ეხლა უნდათ ამისი რა თქმა უნდა ნეიტრალიზება თუ ლიკვიდაცია თუ რაღაც, მაგრამ ვერაფერი ვერ მოუხერხეს რა, იმიტომ რომ აი სრული, აი ანკარა თუ კრეალა ბიოგრაფია ჰქონდა რა. ესე იგი არაფერი არ ჰქონდა, არავითარი, ესე იგი აი ესეთი სამხედრო დანაშაული ან რაღაცა ცოდვა, ესეთი დისკრედიტაციის საშუალებას რომ მისცემდა ებრაელებს და თუნდაც რომაელებს, არაფერი არ ჰქონდათ. და ამიტომ ვერაფერი ვერ მოუხერხეს. ეს იყო აი წმინდა კაცი იყო რა. რომაელებს ემსახურებოდა, მაგრამ იყო აი რა გითხრათ, უპატიოსნესი, უწესერესი ადამიანი და ეს ყველა მიცოდა და ამიტომ ესე იგი მას აი ესე ხელფეხი ჰქონდა ამ ქადაგებისათვის გახსნილი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქადაგებელი იყოს შეუბღალავი რეპუტაციის.